და ჩდება კითხვა კი, მაგრამ თუ ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი ვიცით, კითხულობთ. ნუ ბოლო-ბოლო გვინდა, ხა ვარ გვინდოდეს აქ ხა ძალით ვერ მოგვიყვანს. ხო, ჩვენინებით არ მოვდივართ და მაშინ რატომ მოდით პირდაპირ თქვათ, რატომ ვერ ვხედავთ ჩვენ შიგნით ღმერთს, რომელ ადგილასაც ის მოგვიწოდებს ამ შეხვედრისკენ, გულის კარებზე გვიკაკუნებს, რატომ არა გვაქვს განცდა მისი, როგორც ცოცხალი ყოფიერების სათავისა ჩვენში, რატომ არ დაემსგავსა ჩვენი გულის ზეცას, თუ ვიღაცას გაუველვა გულში ან გონებაში, რომ კი, მაგრამ მე ცოტათი ხო ვარ ასეთი. მე მინდა გითხრათ, რომ პირველი ნიშანი რითაც ეს დადასტურდებოდა, ნაყოფი თუ თქვენში მართლა ღმერთი შეგრძნებითად ყავთ, მოდი ესე ვთქვათ, ანუ თქვენ რეალიზებული ქრისტიანები თუ ხართ, პირველი ნაყოფი ეს არის ქრისტეს უნდა გავდეთ და რაში უნდა გავდეს ადამიანი ქრისტეს? ხშირად ვამბობთ. სიმდაბლეში თუ ადამიანი არ გავს ქრისტეს, ის ქრისტიანი არ არის, ის იტყუება, საკუთარ თავს ატყვილებს, გარშემო ყოფებს ატყვილებს. ეხლა რა არის ეს სიმდაბლე? სიმდაბლე არის ის თვისება, რისკენაც ადამიანი თუ არ მიისწრაფის, რომ რეალიზებული სიმდაბლე ჩვენში ქრისტეა. მაგრამ სანამ ჩვენში ქრისტე რეალიზდება როგორც სიმდაბლე, მანამდე ადამიანი უნდა ისწრაფოდეს აქედან. ჩვენ ხო ეხლა რო გითხრას ვიღაცამ სულელი ხარო, შეურაცხყოფად მიიღებ. სულელი ხარ, აბა როგორ სულელი ხარ შენ? არა ვარ სულ. და ხო და თუ ჭკვიანი ხარ, მაშინ ჩვენი გონება პირველ რიგში უნდა გვეუბნებოდეს, რომ სიმდაბლისკენ თუ არ ვისწრაფეთ, ჩვენი ქრისტიანობა არაფერს ნიშნავს. არაფერს. და ეს ჩვენი მეტამორფოზის პროცესი, რომელიც ჩვენში მუდამ უნდა მიმდინარეობდეს, ეს არის სწრაფვა სიმდაბლისკენ. ქრისტეს უმთავრესი თვისებისკენ, რომელიც მან ჩვენ მოგვიტანა და გვითხრა, კაცო, პირდაპირ გვეუბნება, ისავლეთ ჩემგან, მშვიდ ვარ დაბალ გულითა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ჩვენ არა ვართ სულელნი, როგორც უფალი ამბობს, ბრმები რო ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდა თუ ფარისევლებს ეუნება, მაგრამ თქვენ გაქვთ პრეტენზია იმისა, რომ ჩვენ თვალხილულები ვართ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ გონიერები ვართ და თუ გონიერები ვართ, მაშინ ორჯერ 2-4 ანბანური ჭეშმარიტებაა, სახარებისეული სიმდაბლე. და ეს მეტამორფოზის პროცესი, რომელიც უნდა სიმდაბლისკენ მიისწრაფოდეს, ამ პროცესს ჭირდება მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება ჭირდება ამ პროცესს. და ყველაზე მთავარი ჩვენ რაშიც მოვიკოჭლებს სწორედ ეს არის. რატომ? იმიტომ რომ ეს არის თვისება, რომლის ატანაც ჩვენს დაცემულ ბუნებას არ აქვს. ადამიანს არ შეუძლია სიმდაბლის ატანა. არ შეუძლია. ერთ-ერთი მიზეზი სიძულვილისა, რის გამოც ქრისტე ძულდათ სწორედ ეს იყო. ჩვენ წმინდა მამათა თხზულებებში ვკითხულობთ, რომ თავარი სათნოება, რითაც ადამიანი ეშმაკს ამარცხებს, ეს არის სწორედ სიმდაბლე. და მთავარი თვისება, რომელიც ადამიანში ეშმაკს იზიდავს, ეს არის სიამაყე. ხო და ხენაყოფით იცნობა. ძალიან კარგად იცნობა ხენაყოფით. და იოანე ნათლისმცემლის, რომლის შობის დღესასწაულობთ, მისი მოვლინების მთავარი მიზეზი რა იყო? რატომ არის ის წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე დიდი? იმიტომ რომ მან უნდა განემზადებინა და განამზადა ქრისტესაკენ მისასვლელი გზა. ქრისტესაკენ მისასვლელი გზა და ის იმიტომ ამბობს, რომ შეინანეთ, რისგან შევინანო, რას გავექცე. იმიტომ რომ ფარისევლები უაღრესაძნეობრივი და რელიგიური ადამიანები იყვნენ. და ფარისევლებს მიმართავს გველის ნაშობებს, ანუ სიამაყით აღსებულებს, გველის სატანეს სიმბოლოა. ადამიანებს, რომლებსაც უზადოზეობრივი ნორმები ჰქონდათ. საოცარი პატრიოტები იყვნენ. ებრაელი ერის ისტორია რო ნახომ იმ პერიოდის გაწყდა მთელი ერი ოკუპანტებთან ბრძოლაში, რომელთა გაწყდა მთელი ერი. არაფრით არ დაუთმეს, იმიტომაც განადგურდა მთლიანად. ნახეთ როგორ უყვარდათ თავის სამშობლო. რელიგიური ცხოვრება ისე უყვარდათ, რომ წმინდა წერილი ზეპირად იცოდნენ, ზეპირად. ცხოვრებას უძღვნიდნენ ბოლომდე მას.
სულიერ რელიგიურ ცხოვრებას. მაგრამ მათ არ ქონათ ყველაზე მთავარი სიმდაბლე. ამიტომაც ქრისტე ვერ იცნეს.